შაშან თოთა შეღავათი იყო, დოლარი ნაკლები იყო და ეხლა დოლარი 3 ლარამდე მივიდა და როგორ უნდა ვფაროთ? ლარზე ნაკლები აღარ უნდა იყოს თეთრი ყურძენი და რა ვიცი, მაგრამ აი ლარი რო იყოს კიდე ჯანდაბას გლეხსავი რო ცოტა რაღაცა შეღავათი გვექნება და თუ ახლა ლარზე ქვევით იქნება უკვე აღარაფერი არ გამოგვივა. ვერც კრედიტ დავფარავ და ვერც ოჯახები ვეღარ შევინახავ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დარგს ახალისება, თუმცა არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში. სახელმწიფო საბაზრო ღირებულების დადგენაში არ მონაწილეობს. ამ ეტაპზე ქარხნები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ რა ფასად აპირებენ მოსავლის ჩაბარებას. გლეხების კმაყოფილება კი სწორედ ამ ფასზეა დამოკიდებული. რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ინტერნეტ ბაზარზე? ამის შესახებ რეკლამის შემდეგ გიამბობთ. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საერთო ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. ეს სვიტერზე უფრო მეტია. ეს ის სურნელი და კომფორტია, რომელიც მე ძალიან მომწონს. დამატებით თქვენს სარეცხ საშუალებასთან ერთად გამოიყენეთ Lenori ქსოვილის გამაძლიერებელი და ისიამოვნეთ გასაოცარი სურნელით და სინაზით. მამაკაცმა გარეცხა ეს? Lenori, უფრო მეტი ვიდრე სარეცხი. ყურადღება, მოისმინეთ ექსპრეს ბანკის აგვისტოს თვის შეთავაზება. ექსპრეს ბანკში ექსპრეს კრედიტის აღება ყველაზე მარტივია. საკმარისია წარადგინოთ მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა. ექსპრეს კრედიტის ლიმიტი გაიზარდა 700 ლარამდე და ყველა ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებს ექსპრეს კრედიტით, არ გადაიხდის კრედიტის გაცემის საკომისიოს. ექსპრეს ბანკი. მარტივია. შეწუხდით თქვენ სამარცხელზე ზედმეტი თმის დანახვით. ეს აღარ განმეორდება ახალ პანდენ პროვის-თან ერთად. თმის სვენისგან დამცავი კოლექცია. პანდენ პროვის ფორმულა ღრმად აღწევს თმის ძირებში და გვეხმარება 97%-მდე თმის სვენის შემცირებაში. შემითმა თავიდან ბოლომდე ძლიერი და შესამჩნევად ჯანსაღია. დაინახეთ და შეიგრძენით განსხვავება პანდენთან ერთად. პანდენი. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. 2015 წლის 29 ივნისიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს დაფარავს. ვისაც გაქვთ მისწრაფება, წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, მიაღწიოთ წარმატებას და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას. საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5000 ლარამდე. წარმატებული რეგიონი, ძლიერი ქვეყანა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ორცხობილა საუზმეზე? ძვირფასო, ბელვიტა დილამშვიდობისა საუზმისთვის შექმნილი ორცხობილაა. უგემრიელესია. ბელვიტა არის სპეციალურად შერჩეული მარცვლებისგან გულდასმით გამომცხვარი ორცხობილა. ენერგია მთელი დილისათვის. ბელვიტა დილამშვიდობისა. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. დღეს ნაფიცი მსაჯულების წინაშე ბრალდებული კობა ხაშილაძე წარდგა. მან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამე გაიხსენა და თავის ჩვენებაში ექს-პრემიერის პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალებიც დააკონკრეტა. ხანგრძლივი პროცესი ახლაც გრძელდება და ხაშილაძე იმ კითხვებს პასუხობს, რომელიც ნაფიც მსაჯულებს მისი ჩვენების შემდეგ აუჩნდათ. თამარ ბუბაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში ხა საქალაქო სასამართლოდან. თამარ, გისმენთ.
ნაფიც მსაჯულებს ბრალდებულ კობა ხარშილაძესთან 75 შეკითხვა აქვთ. ეს არის კითხვების უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც კი მსაჯულებს სასამართლო პროცესზე დაუსვამთ. უკვე საათზე მეტია კობა ხარშილაძე სწორედ მათ შეკითხვებს პასუხობს. კითხვების ნაწილი ეხება ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას, რაზეც ხარშილაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე ყოფილ პრეზიდენტს და პრემიერს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.